მუშაობაში ისე გავერთე, ვერც კი გავიგე როგორ მოვიდა სადილის დრო. მზადებისთვის ცოტა დრო მაქვს რძის პროდუქტებისა და კვერცხის კომბინაციისგან ვიხრებ. თუმეტეს რომ გუშინ თელავში ყოფნისას ბელორუსულ სახლში შევიარე და ბაბუშკინა კრინკას უგემრიელესი რძის პროდუქტები წამოვიღე. ახლა ზარმაცულაჩვას მომამზადებ, რომლის მოსამზადებლად 30 წუთი მეყოფა და თან ჩემი პრეტენზიული ოჯახის წევრების სიამოვნებით მიირთმევენ. ჯამში ჩავასხათ რძე და ვამატოთ კვერცხი, მარილი და 3 სუფრის კოვზი არაჟანი. ხაჭო კალციუმის ერთ-ერთი მდიდარი წყაროა და თუ თქვენი შვილები პირდაპირ სახით არ მიირთმევენ, მაშინ ეს კერძი ერთ-ერთი გადასარევი შესანიღმის საშუალებაა. ჩვენს მასას დავამატოთ ბებოს ლავაში, ცოტაოდენი გახეხილი ყველი, საცხობ ფორმას კი წაუსვათ კარაქი. ამ კარაქს ცხიმის მასიური წილი 84% აქვს და ბებოს გადღებულ კარაქს მოგაგონებს დედას გეფიცებით. ასე და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 30-35 წუთით. შემდეგ ცხელსვე დავაფაროთ ჩაის ტილო და გავაგრილოთ. არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილ აჩმას. პირიქით, ნაკლებად მსუყია და ძალიან გემრიელი, ხელებიც ამიწევია.